მოდი ვნახოთ ვინ მოვიდა, ხო? პირად შევხედოთ, ჩემო კარგო. ერთიანი მარტოობა შენი მთავრდება, ამბობენ. სრულდება. იწურება მარტოობა. მეგობრებო, ვისაც პირადი ურთიერთობა ინტერესებს, თქვენი ადამიანი ძალიან ეჭვიანია. ვინც მარტო ხართ აუცილებლად მალე შეხვდებათ ახალი ადამიანი, ძალიან მზრუნველი და სიმპათიური. და ვინც ურთიერთობაში ხართ, თქვენი ადამიანი ძალიან ეჭვიანია, მოსწონს ის, რომ ხარ ძალიან მზრუნველი. შეგიძლიათ ძალიან მაგრად სიყვარულის გამოვლინება, თქვენ მას ეხუტებით აქ. საყვარლად ეხუტებით. მისი სულის, ნახეთ მეგობრებო, მისი სულის, ასე ვთქვათ, განკურნება ხდება. სითბოს გამოვლინება შეგიძლიათ. სიტყვიერად, გვერდში უდგეხართ სავარაუდად. აჩვენებთ მას მიმართულებას. არ ვიცი, ვისი მეუღლეც არის, შესაძლოა მეუღლეც არა, მაგრამ ვიღაცა ძალიან ცუდად იყო ფეხზე, აყენებთ ამ ადამიანს. ან დააყენეთ უკვე. ან შეგიძლიათ დააყენოთ. პირველ რიგში მისი მეგობარი ხართ, იდეალური ქალი და ძალიან ლამაზი, მიმზიდველი, განსაკუთრებული მისთვის. ჭკუიდან შევშლილი. ასე ფიქრობს. იყო მესამე პირები ძვირფასებო ურთიერთობაში. შესაძლოა თქვენც ვიღაცის მესამე პირი ხართ აქ. შესაძლოა თქვენ ხართ შევშლილი ფაქტორი ადამიანი, როგორც ჩანს, არჩევანზეა. ჩვენი სასიყვარულო ჭიქიდან. თუ მესამე პირები თქვენს ურთიერთობაში ძვირფასებო იყო, გაითვალისწინეთ ის, რომ აქ რაღაცა თქვენზე, ასე ვთქვათ, რაღაცას კითხულობდნენ თქვენზე, სავარაუდოდ ლოცვებს. მოდით გავაკეთოთ ორი გახსნა, რას ფიქრობს თქვენზე აქ. აირჩიეთ ან ეს, ან რას ფიქრობს თქვენზე აქ. აქ ყვავილი ამოვიდა და ორიანი დაიწერა შეხედეთ, აქ ადამიანი არჩევანზეა სხვათა შორის. აქ მეორე ქალიც არის და აქ ძვირფასებო. აქ მთელი მისი აზრები, ტვინი, ქვეცნობიერეცა თქვენით არის დაკავებული. ძვირფასი ადამიანი ხართ მისთვის ძალიან ახლობელი, პოტენციური საცოლე, სავარაუდოდ ცოლი, არ ვიცი. ან შეგხვდებათ მალე ასეთი ადამიანი და აი აქ მეგობრებო, აქ ორიანია. აქ ამ ადამიანს ვიღაცა კიდევ ყავს სხვათა შორის. არ ვიცი მოასწორეთ თუ არა, ასე ვთქვათ, ჩაფიქრება, ფული მოდის მეგობრებო, ტომარა მოდის ფინანსების, 4-იანი რიცხვი. არ ეხება ჩვენ სასიყვარულო გაშლას, მაგრამ მაინც პოზიტივია. წარმატებებს გისურვებთ ძვირფასებო, თქვენი ჭიქა იღიმის, ბედნიერად.